გენდერული იდენტობა, ვინაიდან არის სპექტრი და ჩვენ ვამბობთ, რომ გენდერი არის ფლუიდური, პერფორმატიული ადამიანები სხვადასხვანაირად აკეთებენ გენდერს, სხვა და გენდერული იდენტობა კიდე მეორე რაც არის მიუღწეველი პერფორმანსი, ანუ მუდმივად ვიმეორებთ ჩვენ ამ პერფორმანსს, რომ გავხდეთ რაღაცა ტიპის ეტალონს მივაღწიოთ, თუმცა ეს მიუღწეველია და მუდმივად ხდება ამის პერფორმანსი ზუსტად იმიტომ რომ მიუღწეველია, იმიტომ რომ მუდმივი გამეორებით ვცდილობთ რაღაცის სრულყოფას. ეს ერთი. მეორე ის რომ ბიოძალაუფლება სახელმწიფოს ხელში ამ ტიპის ინსტრუმენტებს იღებს და ცდილობს რომ დაავიწროს ეს კატეგორიები, რომელიც მართვაც უწევს, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ ეს კატეგორიები იქნება მოუწურავი, პერფორმანსი იქნება კრეატიული, ექსცენტრიული, თავისუფალი, ძალიან გაჭირდება ამ თავისუფალი ადამიანების რესურსების, ენერგიების და ასე შემდეგ მართვა, კონტროლი და რაც უფრო ტოტალიტარულ დისკურსს იღებს სახელმწიფო, მით უფრო მეტად ცდილობს გააკონტროლოს.